ღაზას სექტორში ისრაელის ავიაციის საჰაერო რეიდების შედეგად დაშავებულია რამდენიმე პალესტინელი. ისრაელმა ავიადარტყმა აეროპორტის რაიონზე განახორციელა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და რაკეტების მწარმოებელი ჰამასის ქარხნები მდებარეობს. ამ ინციდენტამდე ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ რაიონში ეგვიპტის საზღვართან მდებარე გვირაბები დაბომბა. ეს მოქმედება იყო პასუხი ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით 5 რაკეტის გაშვებაზე, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე უკვე რამდენიმე დღეა პალესტინელ ახალგაზრდებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მიმდინარეობს. ღაზას სექტორში მმართველმა მოძრაობა ჰამასმა პალესტინელებს ებრაული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. პალესტინელთა საპროტესტო აქციის დროს იერუსალიმში ათობით დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები ალაქსას მეჩეთის წინ ებრაული სინაგოგის გახსნას აპროტესტებდნენ. პალესტინასა და ისრაელს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა მოსკოვში ახლო აღმოსავლეთის შუამავალთა კვარტეტის სხდომას დაემთხვა. კვარტეტის მიზანია პალესტინელებსა და ებრაელებს შორის თუნდაც არაპირდაპირი მოლაპარაკებების მიღწევა.